ამ კაცის ოჯახი 4 თვეა პასუხსელოდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი სოსო ოსორაული, რომელმაც ისეთი გმირობები ჩაიდინა იმ 2008 წელს რუსო ოკუპანტებთან ბრძოლაში, სადაც 11 აგვისტოს ღამის გაფრენა მოაწყო და მეორე ქვეითი ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადის 2 ბატალიონი იხსნა იმ ტყვეობიდან, იმ სიკვდილიდან, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან, თხოვ ჩვენს დღევანდელ მთავრობას. ეს კაცი დაიხსნა სამ გაჭირვებიდან. მე მაგალითად შეურაცხყოფილი ვარ, იმიტომ რომ ისეთ ხალხს უხდიან იმ ფულებს, რომლებმაც რაღაც კონცერტი შეიძლება ჩაატარონ აქ საქართველოში და დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ 4 თვე კაცი ტყვეობაში ყავს და ის ვერ გამოგვიხსნია. ყველანაირი ზომები მივიმართოთ სოსო ოსორაულის გადასარჩენად. ჩვენთვის ის მკვდარი არ არის და ნუ აანონსებენ ამ ამბავს, რომ დაღუპულია, გარდაცვლილია. ეს თუ ფაქტი არ ახარ, ფაქტი არ აქვს სახეზე, რატო ამბობ? ფული აგა, ფულს ითხოვენ, რა თქვა? რა გავხდა 1 მილიონი გეკითხებით? ჩვენ მოვაგროვებთ თუ თქვენ ხო არ აგორიათ რომ ვერ მოვაგროვებთ. ჩვენ განახეთ გზა, რომ ჩვენ გადავიხდით. ეხლა დღეს რაც გავცილდა, ხო, დილას. უბრალოდ ხო შეიძლება, ხო, ქონდათ ფაქტები საგარეოს, ცოცხალი იყო ფაქტები ქონდა. გარდაიცვალა, ფაქტი მოგცენ, გვანახონ, მკვდარი გვანახონ. და მკვდარი დაგვიბრუნა, ცოცხალი თუ არ არის, მკვდარი დაგვიბრუნა, ხო შეიძლება ესეთი რა. საქართველოს ცოლი ყავს და 4 შვილი. ცოლი და 4 შვილი. დედა ყავს. კაცი შვილი არ მისულა ოჯახში და არაფერი არ უთქვია, არაფერი არ შეხმიანებია ოჯახს არავინ.